იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. გამომძიებელი ბასო. ნეტა რა დააშავა ისე. ცხონებულ. ხო გერდევანოვიჩ, ხო. ხო, ჩემი ძმა ხარ, ბიჭო, ხო, შემთხვევა არის რაღაცა ეხა ლელობაა და როგორც ყოველთვის საქმეზე ვარ, ხო? ხო. ოპა. ხო, ბიჭო. ხო, პრობლემა არ არის კაცო შენ. არა ბიჭო, მეწყული დათვინე ხა, მეწყული და კიდე არ მინდა გეხვეწებიში. მე აქ აღარ არის უკვე. შენი ახლობელია? სტაჟიორია? აი ხო იცი რომ ვერ ვიტან სტაჟიორებს, მაგრამ შენი ხალხი კაი ჯანდაბას კაი. ხო, იქავა შემთხვევის ადგილზე და გამოუში რაღაცა თუ უნდა რაღაცა ისწავლოს რაღაცა. კაი. გამარჯობა ბატონოსო. აი, გამარჯოს. მე დაგიჭყავნია ბიჭო, ზევია ესენი, ჰა? პატაკ. გამარჯობა. ეს უცხალი ყოფილა ბიჭო. არა, ბატონოშოთა მე გვამი არ ვარ. შენიც ახალ სტაჟიორი. დაგირეკეს ჩემზე. ეხლა დაგირეკეს სტაჟიორი. დიახ. შემოდი. არა, იყოს აქ ვიდგები. შემოდი, რა ხორგეშინია ბიჭო. მე მეშინია ეს რაღაცეების და აქ ვიდგები. რა გეშინია ბიჭო, პოლიციელი უნდა იყო, უნდა ისწავლო ყველაფერი, შემოდი. არა, მეშინია რა. შემოდი ბიჭო, რა გეშინია, შემოდი. მკვდარია, კიდე მოკლულია ვინმე? არა, თანამშრომლობა გამოაცხო ის აქვია ჟოლოიანი ბლინები და მოვედი წაჭვენა. რა. შემოდი. ნუ გეშინია. ესა მან თუ გინდა რომ ისწავლო, ფეხები არასათანადოდ არ უნდა დადო, მიფკიცება არ დაშავო. ეს რა არის ცარცით შემოხაზული? ცარცით არის შემოხაზული, ეს თვითონ მიცვალებული, ანუ ვის სიმკვლელობაც მოხდა, ის არის შემოხაზული. მიცვალებული? ხო. ბიჭო, სტაჟიორი. წამოვაგენე ბიჭო ფეხზე. სტაჟიორი. ჯიგერო. ადე, მოგინა ხელი ბიჭო, წამოვაგენე. ადე რაღაც წაგაკიმა. ეს მოდი შეუპატრონო და წამოვაგენე კაც ზემო. მოხედე? ყოჩაღი ბიჭო. შენ ასე თუ აპირე მუშაობას არ შენ გაპატრული არ გამოვა. არ გამოვა შენ თანამშრომელი. შენ ამხელა კაცი, სისხლის თუ გეშინია ამხელა კაც? რა იმასკენ? დასაგები შენ სისხლში ჩავყავი ფეხი. სისხლში. სტაჟიორი. ადე ყოჩაღი აგეს დაასვენე. მოდი. ასე მიზი შეკინაცხა ყოჩაღი ბიჭო. ხალი მოუტანი რაღაცა ასე მიზი არაფერი არ გამოვა. შენ თუ პოლიციელობა გინდა ხო? ასე წარამარა თუ გული წაგიბიდა შენ ეს ვერი ვარ. გავამართვი ეს. გადახატე უყურე, ეს გადახატე. მეტი არაფერი არ მინდა შენგან. და წადი მიდი ანაბეჭდები მომიტანე. სადებს? ანაბეჭდები მომიტანე, რა სადებს? ხო, სადებს ანაბეჭდები. სამზარეულოში თუა მოვიტან ან საძინებელშია? თუ სადა? ანაბეჭდები მომიტანე მეთქი ბიჭო. ანაბეჭდები დამნაშავის ანაბეჭდებზე მაქვს ლაპარაკი. ვინ ახარ ბიჭო, საიდან მოხვედით ბიჭო? დაამთავრეთ ამ პოლიციის აკადემიას და აზე არ ახარ, გაგნებაში არ ხარ საერთოდ. ცოტა კაცურად მოიქეცი ბიჭო, ცოტა რა ვაშკაცი უნდა იყო, პოლიციელი უნდა იყო. სისწრაფეს დაინახავ, ყლელობასაც დაინახავ, 1000 უბედურებას ნახავ. აბა როგორ გინდა? დასაგებია ბატონოშოთა, ნელ-ნელა მივეჩვევი. всё, მიეჩვი, ნელ-ნელა მიეჩვი. აბა? ვაშინ. რა ბატონოს? ყოღოს გავაყრევი ნაწლავები, ხედავ? ყოღოს? ისა, ხოპერია! ისა, სტაჟიორი. უკიდე. მოდი ბიჭო, ვინები მოყავ? ხოპერი. სტაჟი. ადეკი ნოგეში. უკვე რა. ხოპერია, ნიფკიცება ლუშლი. აგე. მომხედე ბიჭო. ვინ გამოგაგზავნა? არ არის შენი ადგილი პოლიციაში. ხო ხედავ უკვე, სარცით შემოხაზული და ყოღოს ნაწლებზე გული მიგდის. ვის ჩვენი უბროშვილი ხარ? არა. ვის შვილი ხარ? აბა, სამართლოს უბროშის ბიძაშვილი ხარ? არა. ნაცრული ხარ გედევანოვი, ჩის თუ ინახარ? არა, უბრალოდ უნივერსიტეტში ვისწავლე და აკადემიური გამოცდები ჩავაბარე და ჩემით. აკადემიას დაამთავრე პოლიციის? დიახ.
გამაგიჟებს რატო წვალობ ბიჭო? ანდეს რატო შრომობ? ანდეს რატო შრომობ? რატო წვალობ? რატო აბარებ გამოცდებს? გამიჯერებიზია გამოგადგება. ვინმე ოლიგარქი ნახე დაიწყე იმის დაცვაში სამსახური და შეიძლება მინისტრობასაც გამოკრა ხელი. გაიგე? გასაგები. ადექია ხაფეხს თუ შეგიძლია. ისა თუ არიან თვითმხილველი შემოუშვი. კი არიან. გამატარე ბოდიში. გამარჯობა მობრძანი. გამარჯობა ის ფეხი არ ჩაყოლა. გამარჯობა. აბა დიახ მე იქით ვოპირდაპირ კორპუსში ვცხოვრობ და აქეთ რაღაცეები ჩანს კარგად ჩემი ფანჯრიდან. ჩაიწერე ესაც სიტყვის შენ ჩაიწერე. მიდი. დავინახე ესე იგი ეს ვაჟბატონი რო ადგა დილით და ჩაიცვა შავი შარვალი ეცვა და წითელი ზედა და გავიდა სადარბაზოდან. მერე რო გავიდა სადარბაზოდან, მე ჩავიდა და შევიდა მაღაზიაში. მე საქმესთან ახლოს რო იყოს. სიგარეტი იყიდა და მე ავიდა, ისევ შევიდა ლიფტში. აი გარ მაინტერესებს. აქ რა მოხდა? უშუალოდ აქ რა მოხდა? ამ ადგილას რა მოხდა? აქ რა მოხდა? ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მე მესამეზე ვიღაცა ქალი იხდიდა და იქიდან გადავიტანე ყურადღება. აი იქ მესამეზე რა მოხდა? იმას გეტყვით თუ გინდა. მადლობა შემოგებ, დიდი მადლობა. იცი რა კაი ქალი იყო. აი იყოს, მე დავკითხოთ. კი ბატონო, შემოვიშვი. რაღაცა ნორმალური შემოვიშვი. კარგით. უკვე ქალბატონო მობრძანი. იწერ ბიჭო შენ ამას? დიახ. ბაბა. ნუ ფიბარა. არა უშ. გამარჯობა. ნიტკიცება ეს ქალბატონო ფეხი. მოდი დამძანდია ხა შენ აკეთებ კი? მოხედე შენ დაკითხე ხა ეს. მიეჩვიე თავიდანვე მიეჩვიე. არა, მე ვერ დავკითხავ. რატო ვერ დაკითხო? პოლიციელი უნდა იყო და დაკითხო უნდა ისწავლო. ბოზებს მე ვერ დავკითხავ. რა ბოზებს ბიჭო? ვინ არის ბოზი ბიჭო? მოწმე მე ხო სასამართლოში მიაქვს. სასამართლოში მიდის მოწმე და ყვება ხო? ეგ ხო ბოზობა. ბოზები არ არის ენეგენი ბატონიშო. ვაიმე ჩემი ცუდათა ვარ ბიჭო რა ხალხი მოდის პოლიციაში ვინ არიან ეს? ვინ ახა ეგრეა მე ეგ არის მთავარი ბიჭო ვინ ახა საიდან მოდიხართ ბიჭო რა გინდა ბიჭო ვინ შენ შკოდა მოგცა და ვინ შენ ნარუშილოვკა მოგცა მე იმის ტვინში ჩამახედე ეთი შენი წილის იხისი ხარ? შკოდასაც ჩამოგარცევ. ბასლაინში ვეღარივი და ავტობუსებით გატარებ იქით-აქეთ. შენს გეხება ხობერია ეს? ბოდიში ხალბატონო. მოყევით როგორ იყო და რა იყო? დიახ. მოკლედ გეტყვით ხა როგორც იყო. ჩაიწერე ბიჭო. თავიდანის ხმა რომ გავიგე, გასროლის ხმა. გასროლის ხმა იყო ხო? დიახ, ყურადღება არ მივაქციე. მეთქი ვინმეს გაუვარდა თქო ალბათ. მეორედ რომ გავიგონე ეს ხმა, მე ვიფიქრე რომ ალბათ მთვრალია ვიღაცა და კიდევ გააუვარდა მეორედ თქო. მესამედ რომ გავიგე, უკვე მეთქი ალბათ დაბადების დღეა ვინმეს თქო და მაგიტო მეოთხეც და მეხუთეც რომ გავიგე, მეთქი რა ვიცი, ახალი წელია ალბათ და აღნიშნავენ თქო, მაგრამ აი მე კიდე რომ გავიგე, უკვე დაგირეკეთ და გამოვიძახე ეს. კიდე გაი ქალბატონო დაგვირეკეთ, თელ აბოიმს დაცლიდა. კიდე გაი. საქმესთან ახლოს ხო შეიძლება რომ საქმესთან ახლოს თქვა. აი მომხდარ ყველობაზე რო ვილაპარაკოთ. ვაი მე არ ვიცი არაფერი, აი ვერაფერს ვერ გეტყვით, საერთოდ არაფერი არ ვიცი. ეს არის რა ქვია, ჩხუბი ქონდა ამორს ერთმანეთთან, მაგრამ მართლა არ ვიცი არაფერი, ბინის გამო ქონდათ ეგ ჩხუბი. ხო, არ ვიცი უბრალოდ. მოკევით. იცით რა არის, ვერ გეტყვით ვერაფერს. აი რო დამენახა კიდე ხო, უბრალოდ ამ ერთ სერჟიქს ეჭირა დანა ხელში. დანა სერიის ნომერი იყო 23-45, მაგრამ მართლა არ ვიცი, აი რა ვიცი, შვილებს გეფიცებით არაფერი არ ვიცი, რომ დაარტყა ორჯერ მარჯვნიდან და სამჯერ მარცხნიდან რომ დაარტყა ეს დანა. იცერ ბიჭო შემოარაფე? ხო. ესე და ეს დავარდა, მე ამასაც უნდოდა რომ სისხლები დაინახეთ დიახ, სისხლებიც იყო და რა ვიცი, ამ საწყალსაც უნდოდა რომ წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ სისხლისგან დაცლილი იყო უკვე და ენერგია გამოცლილი ქონდა, მაგრამ მართლა არ ვიცი არაფერი, გეფიცებით ამომიწყდეს ყველაფერი თუ რამე ვიცოდე და ესე რა ხო ვერაფერი. ერთი წამით. იცერ ბიჭო შენ? დიახ და ერთი წამით ბოლოს რა თქვით? დანა დაარტყა. დანა? დიახ, დანა დაარტყა. გამოწი ხო ბოდიში ქალბატონო ეს არის სტაჟიორია ეს და ყველაფერზე გული მიდის. სტაჟიორი. მიდი. აქეთ წამოდე.
აბა აი ესე სულ ეს არ ვიცი არაფერი არ დამინახავს არაფერი დამინახავს მაგრამ დაარტყა ერთი ხუთჯერ და მადლობა მაგრამ არ ვიცი აბა რა ვიცი მე რა ვიცი ხო მე და გააცილე მეტი მოწმე აღარ არის აღარ არის მეტი მოწმე შენ რა გჭირს ბიჭო რა მოგივიდა პოლიციელობა გინდა და ყველაფერზე გული დადომინის სიცხზე გული მიდის ყველაფერზე გული მიდის რა იყო ბიჭო რა ჯანდაბა მოგივიდა მოდი აქ ბიჭო ცოტა რაღაცა ვაშკაცურად მოი ოპ ყურე ახლა გასწავლი შენ ასეთ უფეხი დააზგი წაიშლება ნიტკიცება ყურე ოპ აბა წამოდი ისე ჰოპ თავიდან ფეხი არ დადგა ერთი მეორე მესამე მიდი ჰოპ ოჩახ კაი სტეიქს ხო შეჯამ ახლა კაი სისხლიანი სტეიკი ხო მე დაგმარჯვე ხოპერია მოდი ბიჭო მომეხმარე მოდი ოჯახური კონფლიქტი აუ დავაი რა რას მომატეთი აქ რა მომადგა აქ რა ამას უყურე ერთი მათა რა დავაი მეთქი დაახვიე რა იცი რას გეტყვი ჩემ შვილს არ გაჩვენებ არც შენ და არც იმ დამპალ დედაშენს რა ამათ უყურე ერთი რა თქო რამე ერთი შეჩავ რა გამოიყვანე უნდა წავიყვანო ეხლა მე ბავშვი გაგატან ზუსტად რა 2 დღე ყავდა ბავშვი წაყვანილი რა ბავშვის ელასტიკების გამო ვარდაზე გავედი რა 30 ვარად უყიდე იმენა მაგარი ვარდისფერი ელასტიკი რა ამოვაცვი ბავშვს გამოუწკეპე გამოუშვი რა და თქვენ როგორი ბავშვი დამიბრუნეთ უკან ბავშვს ელასტიკები ქონდა მუხლებზე გადარღვეული უბინძურესი იყო იმიტომ რომ თქვენ მაგარი ბინძურები ხართ მაგ ელასტიკს მე 35 წელზე ნაკებად ვეღარსა ეხლა ცოტა ნორმალურად ილაპარაკე შენ პატკუ უყურე დავაი დაახვიე დედაშენთან რა ამათ უყურე რა ბარ დავაი დაახვიე მე ნუ მეზობები ბაჩუნა ბაჩუნა არ არის დაახვიე მეთქი დედაშენთან გითხარი რა ეს დაგივარდა ბაჩუნა შენ ამომივიდა უკვე რა მე ეხლა შენ ცოტა ნორმალურად მელაპარაკე თორე მე კი ვიცი რა თორე დედაჩემს დაუყურე ვაიმე დედაშენმა ფეხები არ მომაკავნიტოსა რა დავაი დაახვიე დედას გოჭო კაცო შენ რა გოჭომ წინს დედას წინს ამას დედას გოჭისო ვეძახი რა დედა მოდი ეხა ბავშვთან ვარ მოსული და არ მატანს ეს ქალბატონი არც მაჩვენებს ხო მოდი დედას დათვიხარ იმენა მაგას გოჭი ჯობია ისევ ხა დედას დათვია ხა დრუნჩა ბიჭო რა დრუნჩა ხა ზედმეტი არის ბატონო მე ჟურნალისტთან მოდარეკილი ჟურნალისტი მოვა და ის ჟურნალისტი გარკვეს რა ოჯახი ხარ თქვენ რა ბანკები და ბინძურების ოჯახი რო ხარ რა ეს გადმოვარდა პატარა დავაი რა დაახავი რა გამარჯობა დაიყო მოდი კითხო მოდი რა წერა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით კი მე ვიყავი რა აი ხა შენი თვალით ნახავ აქ რა ოჯახია ვინები არიან და ნახდება რა მიღებ ხო გამარჯობა საქართველო აი ახლა ნახე შენ დედაჩემსაც მოვიყვან და მოვიდეს ახლა ეს მოიყვათ ახლა დედამის იცი რა მოხდა მოკლედ ჩემი შვილი გავატანე 2 დღით რა ბავში ლამაზ და ჩაცმული გავატანე და ბინძურად მომიყვანეს რა და მე კიდე არ ვიმსახურებ მაგას რა ხო და აღარ ვანახებ რა იცი რა იმიტომ რომ ბავში ნაცემიც იყო რა და მორჩა წერტილი დავსიმანდრა ხო ხურის არა კაი დედა მოდი დედა გამარჯობა დედიკო სად არის ჩემი ნიკუშა მაგას ენაცვალოს ბებია დამანახი ბავში მოგესალმებით დედა თქვენ დედამთილი ხო დედამთილი ანუ რა არ ნახავ ნიკუშა არ განახე მე შედა იმიტომ რომ არ განახე მე ვარ დედა მე ვარ ქალი და მე ვარ გოგო კი ბატონო დედიკო მაგრამ ნიკუშა არის ჩემი შვილი მაგი გადაიღე ძალიან დედანაცვალი თქვენ დედამთილი გზანდები ხო დედიკო მე ვარ დედა ანუ რას მოითხოთ თქვენი ძლისგან და ანუ ძალადობას თუ ქონდა კი დედიკო არა დედიკო არავით არის ძალადობა როგორ გეკადრებათ გენაცვალე გადაიღე ძალიან თქო მაი შენ გენაცვალე მე შენ ყუნის დედიკო ყუნის ძალადობა არის გადაიღე შვილო არანაირი ძალადობა დედი მაგი მაგდაგვარი რამე ჩემ ოჯახში არ ყოფილა დედიკო თქვენ გაიხარით მაგკითხვისთვის რომ ახლა მე 100 წელი მომეცა ეს კითხვა სიცოცხლის რომ დამისვი თქვენ რა ის ძალადობა შვილო რა ის ძალადობა ახლაც ნერვიულობ დედიკო რა ვაგეკადრებათ მე დედიკო ახლა მე ვარ მაგი ძალადობა იყო მაშინ მურვანყრუს დროს დედიკო გადაიღეთ შვილო მე ვარ პედაგოგი ვარ პედაგოგი დამთავრებული ინჟინერი მექანიკოსი მხატვარი მოქანდაკე დედიკო მე ორი შვილი ორი ბიჭის დედა ორივე რაგბისტები ახლა ორივე მუშაობ ერთი არის ფეხბურთელი დედიკო ორი ვისა ერთი არის ის მხადავშიკი დედიკო თემასთან ორივე ხონდა წარმატებითი გაიგცა მე ვიყავი პროფესიით ის გუფხელი მთელი 1 წლის მანძილზე დედიკო თემასთან ახო აი შინასი გამოგოფიხარ ასაპარაკობს
ფეხბურთელი იყო. გადაიღე შვილო გეხვეწებით თემასთან ახლოს ვარ დედიკო კი ბატონო ესე იგი მაყენებ დედიკო ყოველდღე მიყავ შვილო დამაწყა თქვენი ძალი კი კი დედიკო კი მთელი ვარ დაგება ფეხზე დედა რა ვარც არის და როგორც არის ცებს დედიკო ბინძურო მეძახის მაგი ჩემი ძალი მე უთხარი თამუნია თქო დედიკო რატომ აყენებ შეურაცხყოფას გო ცემა შვილო ცემა გადაიღე შვილო ბინძურო დედიკო ბინძური ხარ და მაგიტო ბინძური ხარ მე რანაირად თქვა დედიკო ბინძური ამზე და სახლა როგორ ჩაცმული რომ აქ ახლა ესე და ამას მეორე გადაიღე აღარ იმას ვიზავ კი ბატონო დედიკო ბინძურო მისი დედა შვილო უპატრონო გაზდილო დედიკო რა ვარც არის დატოვა აგი დედაბოზი მამაბოზი მისი მამა მე დეგით რაღაცები აღარ არასოდეს რა გადაიღე ჩაბატონოსი არის მეორე ცოლი არის მისი თქვენ აღი არის ძალა ამა კი დედიკო კი არა დედიკო რა იზალადო რა ვაგეკადრება დედიკო ახლავე გეტყვი ყველაფერს შვილო მე ინჟინერ მექანიკოსი სუფთა ქალი წკრიალა მისღებს შვილო ჩემ ახლა ვიყავს ქონდა დაბადების დღე გადაიღეთ მაცივარში ბავს ქონდა დაბადების დღე დედიკო ჩემი ჩემს დედიკო ვიყავს შვილის ტყუნის რაზეა მე ტყუნის დედიკო ჩემი შვილი ყავს ნაცემი ჩემი შვილი ყავს ნაყინის გამო ყავს ნაცემი ნაყინის გამო ყავს ნაცემი დაწნარდი ორი ბიჭი ყავს დედიკო ერთი წუთი შვილო ორი ბიჭი ყავს ორივე ფეხბურთელი ერთი რაგბისტი ერთი მოჭადრაკე დედიკო აგესაც ამასაც ეს არის 22 წლის ჩემი ისა ზური იყო ამასაც თავმოყარეობა აქვს დედიკო მიყავს დედა ხსეს ამას წინა დედა არ მინდა რაც უთქვა თქვენ გაიხარეთ რომ ახლა მოხვდეთ იცოდეთ გადაიღეთ აქედან ამოჭრილი არაფერი იყოს თუ მოგივარდებით მე მიყვარ ძალიან თქვენ რატომ არა კი შეურაცხყოფა არ უნდა იყვნა რა არ უნდა ერთი ვანი დადგება ფეხზე ერთხელ მეცა შვილო არ ვიცი კიდე კაი ბუზგალდერი თვიყავი ჩემო მახრიძა შვილო ასე ვიდექი ჩემთვის ზაჯვარედინზე თუსიკი და ბუზგალდერი შვილო გადაიღეთ გეფიცები ბავშვს რატომ არა ეგრე არ ყოფილა ბავშვს რატომ არა იმიტომ არ ვანახებ ბავშვი არიან ბინძურები გავატანე ბავშვი ახალნაყიდი ელასტიკები და მომიყვანეს გაბინძურებული ბავშვი რა ხო და მაგასთან ერთად კიდე იცი რა ქრა ნაყინზეა საუბარი და გადაიღეთ ნაყინი უყიდეს ერთი ცალი და მეორე რომ მოითხოვა ბავშვმა მაგარი იცემა ბავშვი რა ჩალურჯებული ბავშვი მომიყვანეს რა რატო მიზეზი რა არის რა შენ კარგი გოგო ხარ მაგარი ქალი ხარ რა დედიკო შენ ახლა ბავშვმა მოინდომა ნაყინი მივეც დედიკო წამოკრა ფეხი ჩავარდეთ კლაპოში დაარტყა ცოტა სისხლი წამოვიდო ბავშვი თვითონ დედიკო თვითონ უარნა რომ ბავშვი წაგვარდა როგორ შეიძლება მე რომ ჩემი ნიკუშა თამუნია თქო რამდენჯერ უთხარი მეთქი დედიკო თქო მაგისი დედიკო გადაიღეთ მაგისი მამა არის ბატიმრობაში მაგას ლიშვენია ქონდა მის მამას და ბაბუამისი იყო ბოქსიორი და ურტყავს შვილო ურტყავს ბოქსიორია ბაბი შვილო იკმინე არ არის ასე ბაჭი შენ ჩემი შვილის ბები აღარ იქები არასოდეს მორჩა ბები აღარ ხარ შენ ჩემი შვილის არ გაჩვენებ არასოდეს რა იმენი არ გაჩვენებ არასოდეს რა მაგას რატო იძახი შვილო თუ გინდა ნაკირევებში გადავიდეთ ოღონდ დედიკოც წამოვა დედა შენი ასად აწამოვა ოღონდ რა ვიდეო არ არის სწორი რა რატო უნდა წამოვიდეს ამის დედა რა მე მაგის გამო გამოვიქეცე ოჯახი და რომ ეს კაბოტი არ ყოფილიყო რა მე მართას ვამბობ რა შენ ხომ ძენა ჩემი ქალი ახლა მე გეტყვით რაღაცა ზუსტად ვიცი ახლა ჩემი შვილი ორივე რაგბისტი ორივე მოქანდაკე ინჟინერი ერთი მუშაობს რაგბის თავის პროფესიით დედიკო მე ვიყავ ყოფილი თემასთან ქალბატონი ახლა რას ვიზახთ მე ზუსტად ვიცი ახლა ამას რა გეგმებიც აქვს ჩემი შვილს თვეში აქ 1000 ლარი შემოსავალი ძალიან კარგად არის ბიჭი აწყობილი დედიკო ხო და ამას უნდა რომ ეს 1000 ლარი გადეხადოს ქილაში დედიკო და თვითონ დადგეს და იბოზოს მაგი არის მისი ის მართალია შენ დედა შენ ცოლქმრის ურთიერთობაში გთხოვნი ჩაერავი ახლა ბავშვი არის განერეულები თქვენ ერევით ცოლქმრის ურთიერთობაში და ურევთ ყველაფერს დედიკო არა დედიკო რა ვაგეკადრება შვილო რაფერ შეიძლება რომ მე ჩემი შვილის ოჯახი ჩემი ნიკუშასი ჩემი ზურიკოს ოჯახი მე დავანგრიო არავითარ მე დედიკო დამემოწმება აგერ მთელი ვანი არის ფეხზე მთელი ვანი დადგება აგერ ის არაფერია რობლადო მოდი გენაცვალე მოდი რობლადოძია ყველაფერი ისე ილაპარაკე რობლადოძია კაცი ხარ კაცური კაცად ნახები რა მოდი ერთი წუთი აგერ რობლადო ახლა რასაც იტყვის იგი იქნება სიმართლე და დაიწყე რობლადო რა ოჯახი და ვინც არის ახლა რა ვარცავად გაზდილები რა ნაწოლებ ოჯახში და როგორ ჩვენ გაიხარეთ შვილო არ ამოწმეთ არა ანუ რომ გვითხრათ ან ძალადობის ფაქტზე თქვენ თუ შესწრებით ხართ ან თუ ყოფილა ძალადობა
ძალადობა. კი. გამარჯობა, მე ახლა ანუ მე ახლაო, დედიკო, მე ახლა რის თქმა უნდა, რომლადაც მე ახლაო ვიცნობო ამოჯახსო. სიკეთვითო და სიყვარულით სასე ოჯახიაო. მისიო ისაო, ბებიე, ბაბუა იყო მეთევზეო და პირველი ნოშნასკი ყავდათო, მათო ოჯახშიო. მერეო რაც ხო პრობლემები დაემართოთო და ეს ნოშნასკი გაყიდესო. ამის თქმა უნდა და მთელი ვანი დადგება ფეხზე. გასაგებია, ქალბატონო, მოდი. რა ვაკეკადრება? თქვენ რომ გითხრათ რა უფრო აი ძალადობაზე, უფრო კონკრეტულად აი რა ფაქტს ახლა მე ახლა მე ვერაფერს ვერ გეტყვი ისევ, იმიტომ დედიკო რომ მე ვცხოვრობო იქითო ამათი ჭიშკრის იქით და მეტრანახევრი 150 მეტრის იქითო დედიკო ლიდიასო სახლის გვერდზეო ეს ლიდიას სახლიო ესო შეღებილი რომელიც არისო იმიტომ რომ ლიდიას გარდაეცვალა დედიკო კაი-კაი იყო სხვადასხვა ლიდია ჭიშკარი შეღებეს ლიდიამ დედამფრინო გარდაეცვალა ახლა მაგი იყო ძალიან უხერხული დედიკო რომ იმ შეუღებავი ჭიშკრი და რო უნდა გამოესვენათ მასე მეცბა ახლა ჭიშკარი შესაყები დედიკო ღვთისმადლით რაც იქნება როგორც იქნება ორბი ჯგუფხელი ვიყავი მე შვილო მოხატე ხოდე რას ვაბო დიდი მადლობა გასაგებია დედიკო და ეს ჭიშკარი რო შევღებე დედიკო არ არის ფული მე ვაყოფილი ჯგუფხელი გასაგებია მოდი შვილო არ არის მაგდენის საშუალება თუ რა ვარ მეკბინა შვილო მეკბინა თქვენი ძალი გადანაშაულებთ რომ ბავშვის წევეთ ნაყინის გამო აი ამაზე რა სიტყვით ტყუილი მაგი დედა რა ვაგეკადრება ახლა მოგიყვეთ არა დედი არა რა ის და იცოდე გაუშვით ეს ყველაფერი არაფერი მან დარჩაო მიყავს ბოდიში მე გავიდე ხო გადი შენ დიდი მადლობა ყოლ კაი ის იყო შენი ხოლმე წიშულის მადლობა ხო და ახლა ჩემი ისა მე დედიკო ახლა მე ეს ხომ მეკმენდა და მცემდა მე ურტყავდი შემოთამუნიათ ხო ვეფერები როგორც მე გოგო არ ყავს მე ორი ბიჭი ყავს რაგბისტი მოჭადრაკი ხო კი დედა კი და ხო და რას ვიზახ დედიკო ახლა ჩემ ნიკუშას დაბადების დღე ქონდა გადაიღეთ მინდა იქით არის ტორტი მაგ გამომცხვარი სპაიდერმენია და ბავშვს უყვარს ანუბარი დედიკო წავედი ვიქირავე მძღოლი ავიყვანი წავედით აღდგომების წინა დღე იყო მოგეხსენებათ ეხლა ალუბალი როგორი საშოვნელია წავედი ვიყიდე რომ ბავშვისთვის ახლა რა ვარც იქნება და როგორც იქნება თქვა გაიხაროს დედამიწა ბრუნავ დედიკო თავის კეთილად გაჭირვებაა ქვეყანაში ხალხი ამერიკაშია დედიკო წასული ვიჭი ცემს დედიკო გადაიღე შვილო ანუ იცით რა მე მათყუარი ხალხი ხარა მე მათყუარი ხალხი დადგება ფერსა ბოროტი ხალხი ერთი ბოდიშით რა ბოდიშით ვეღარ ვიღებთ იმიტომ რომ ვეღარ ვიღებთ აღარ ყოფნის ადგილი და გამოვცვლით ხო ჩიპს შევცვლით და მე გავაგრძელოთ კარგია ბოჭა მე ახლა წამოვასად რა ახლა რასაც ლაპარაკობ რასაც ჩავწ ახლა რაც მოხდება ანუ ვეღარ გადაიღებს კამერა მაგას მაგმისი თქვა გინდა თქვა არა არ იღებს ახლა არა ანუ გაჩერდა ეხლა კამერა გაჩერდა და შევცვლით და მე გავაგრძელოთ ხო უფრო თემასთან ახლა კამერა ამარიდა შვილო ესე არის ქალბატონო არა დაახვია ორი ეგრე უნდა ზუსტად ბავშვი გამოიყვანე დედაჩი მეორე და აშენ ხო რა არ მოგერიო შედი მოდი დედიკო მიკავია შენ მე არის სანდრაში მაგარა უბაში ვარ დაბადებული გაძრდილი რა ამას უყურებდი და ვაფშე სხვანაირ უბაში ვარ დაბადებული გაძრდილი რა რომელ უბაში სანდრაში ვაფშე ძალიან მაგარი ოჯახია ყველანაირად დედა შენ მამა შენ ყველა ხალხი ყველა ერთად ცხოვრობდით რა თხუნის აი ეგრე ბავშვი გამოიყვანეთ გოგო შრომის მოყარე პატარძალი ჩვენი წასვლის დროც მოვიდა როზადეი და უგემრიელეს იყო გაიხარე რობა შვილო კიდევ ერთხელ გილოცავ მადლობა მოშენებას და მომრავლებას გისურვებთ აბა მოსვენება უნდა ოჯახს ეხლა და გაიხარე ქვიათ მართალია ცოტა პრობლემა არ არის კიდევ ცოტა ხანს თუ დარჩებით მაგრამ გაიხარე ღბლიანი კარგად ზონდე მადლობა ბიჭებო მადლობა რომ თორნიკე დედა არ გააბრაზო გაიხარე მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ რა მე ასე ქორწილის სუფრას წარმოდები ჩავაბატე ჩავატარეთ ესე აძოვია კაცო პატარა ქორწილია 200 და 300 კაციანი ჩანგალზეც არავინ არ მოსულა შენ გენაცვალო შენი დედა შვილო აი ისეთი კარგები იყავით დედა ისეთი ლამაზები ორივე ისეთი კარგი იყავი შვილო ისეთი ლამაზი რომ აი მეტირება ეხლა არაჩვეულებრივი ლამაზესი კარგი ნაკვთები შენ გენაცვალოთ დედა შვილო ძვირფასო ხარ ისი დროა რას აკეთებენ ხოლმე მეფე პატარძალი ქორწილის მერე ვიცი რას აკეთებ ეხლა
გაიქეცი ფერი მომიტანი და ჭურჭელს გავრეცხავ. ვიგო ალბათ ხო? მოდი მე შევალ საძინებაში დაგელოდები და ვიდი. შენს მალე მოდი. არა, დედიკო, ერთი წუთი ჩვილო. ცია, დედა, დაანებე ახლა თავი. მიდი შენ, ახალი პატარძალი ხარ, მოსვენებაგი და მე მივხედავ ყველაფერს. მიდი დედიკო, მიდი გა. დედიკუნა, დედუნია. რას ამბობთ, როგორც კი მე ამ ოჯახში ფეხი შემოვდგი და რძლად მოგეკიდეთ, იმ წუთიდან გავისიგრძეგანე, რომ ოჯახი არის წმინდა და მე ამ ოჯახში შემოვდგი ფეხი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ოჯახში ყოველთვის იქნება წკრიალი, ბზრიალი, ბდღვიალი. ღმერთო, შენ გინაცვალე, შვილო, ძალიან კარგი გოგო ხარ, დედიკო. მაგრამ დედა პირველი ღამეა, მაინც ახალი დაქორწინებული ხარ, თეთრი კაბა გამოიცვალე. შედი, მიდი დედა, მიდი. არა. პირველი ღამე ყოველთვის მექნება, რა პრობლემა არის? ხო, მაგრამ ეს ჩანგარი, მომეც დედიკო. არა. მე მინდა რომ ყველაფერი დავალაგო და დავაწყრიალო მთელი სახლი. ჭურჭელი ვერ მოიცდის და პირველი ღამე კიდე მოიცდის. დედა, უფალო, ღმერთო. შენ გენაცვალე, ეს რა რძალი შემომივიდა. სიაკო, დედა, ძალიან კარგი ხარ, შვილო, ონისე, შენ გენაცვალე, შვილო, დედიკო, შენ გენაცვალე, ეს როგორ გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ესეთი რძალი შემომივიდა. ვაიმე, დედუნიკო, დედუციკო. რა არის, დედა? ხელები როგორი დანაოჭებული გქონიათ. ხო, დედა, ეს იცი ზედმეტმაში რომ ამ სარეცხი ჭურჭელი, რა ვიცი, 1000 საქმეა სახლში, ხო იცი? მიდი გაცუნცულდი დედა, მიდი. მე თქვენი ახალი რძალი. დიახ. პირობას ვდებ, რომ ზუსტად კი არა და მაქსიმუმ 4 თვეში ხელები მექნება თქვენზე ბევრად მეტად დანაოჭებული. და ასევე პირობას ვდებ, რომ ჩემი ხელის გულები იქნება იმაზე უხეში, ვიდრე ქვაბის სახეხი რკინა. ხემი, არა, დედა, რას ლაპარაკობ, შვილო, ვაიმე, მე თუ რა ხდება ეს ჩემ ოჯახში. დედა, მოიცადე, შვილო. რა შემოდიხარ? ონისე. არა, ონისე, დასალაგებელია სახლი, ვერ ხედავ? ხო და ეგ მოიცდის და შემოდი ახლა. დედიკო, მე ვიზავ, დედა. არა, ძალიან გთხოვთ რა. თქვენ გაიქეთეთ მოისვენეთ, დაიძინეთ. შემოდი. არა, ონისე, ხო ხედავ როგორი არეულობაა სახლში? ეგ მერე გავაკეთოთ, ახლა შემოდი, ოღონდ ახლა შემოდი შიგნით. არა მეთქი ონისე, გითხარი ერთხელ და გასაგები იყოს, ხო? დედიკოსთან. ასე შენ სულ ეგეთი იყავი, ხო იცი? სულ ეგეთი როგორი ონისე? ეგეთი როგორი სახლა ხარ? ანუ როგორი? ამ სკვერში რო ხდებოდით ხოლმე ერთმანეთს, სანამ ზესუმზირის ნარჩენებს ყველას არ აიძებდით სათითაოდ, ისე არ კოცნაოდით ხოლმე. ონისე, დედიკოა და უხერხულია. შემოდი, გოგო, შემოდი, გელოდები იქეთ. არა მეთქი ონისე, დასალაგებელია ყველაფერი. თქვი ერთხელ და არ გავიგე. გოგო, ახლა შემოდი და ხვალ პირდები რომ თელ სახლს დავადომესტოსებ და გენერალურ უგორკას მოვაწყობ. ოღონდ ახლა შემოდი. კარგი, ონისე, შვილო, რა იყო დააცადი ამ გოგოს, ხო ხედავ როგორ ციბრუტი ვიტრიალებს. იცია, დედა, დაანებე, შვილო, თავი. დედა, არ ვიცი, გამიხარდეს თუ არა, ვითარ შემთხვევაში ძალიან გთხოვთ. თქვენ გაიქეცით და დაისვენეთ, კარგი? მე დავალაგებ ყოველთვის დავაწყრიალებ, პირობას გაძლევთ. არა, მე სახლს ასე ვერ დავტოვებ, გაიქეცით? დედა, ღმერთო, სასწაული. ონისე, რომ დამდგარხარ, მოდი აქ ჩქარა. ნახე? აი ეს ჭუჭყიანი ქვაბი გახეთე, დროზე ონისე. დახეხა ონისე სასწრაფოდ. გავხეხავ ხო? ისე ონისე, აბა მითხარი, როგორ მოგწონს ჩვენი პირველი ღამე? ან მაგარია. არა მე მაინც სხვანაირად წარმომედგინა ჩვენი პირველი ღამე, ხო იცი? სხვანაირად როგორ ონისე? აი საძინებელში, საწოლში, იქთან რომანტიკული სანთლები მაქვს, ვარდის ფურცლებია მიმოფანტული იქეთ-აქეთ. ვაიმე ონისე! ვარდის ფურცლები, აუ რა კაი გამახსენე. ონისე, ეხლა ქვაბს გახეხავ. მერე შევალთ საძინებელში. ვარდის ფურცლები უნდა მომხმეტოთ. აუცილებლად უნდა დავაწყრიალოთ საძინებელი. აუცილებლად. ყოველ მიზეზს გარშე. ერთი წუთი, დედიკო, ცია, გეხვეწები და დაანებე ახლა მაგ ყველაფერს თავი მერე გახეხე ხვალ ზეგ ონისე მოკიდე ხელი და შეიყვანე. არა, ვითარ შემთხვევაში ძალიან გთხოვთ რა. თქვენ დაისვენეთ, ყველაფერი მე უნდა დავალაგო. მე ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი. არა, კაი, დედა, მე წაბძანდით. მერე დაალაგე. არა. ახლა შევიდეთ. ონისე, არსად არ შემოვდივარ. ხო ხედავ, რამდენი საქმეა ონისე. მე ყველა ოთახი უნდა დავალაგო. ყველა ჯერო საძინებელი დავალაგოთ, ხო შეიძლება? საძინებელიც არეულია.
ონისე ნახე, თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ. ნახე, შეხედე. პირველი ლაგდება ყოველთვის შემოსასვლელი, მერე მისაღები და ბოლოს საძინებელი. ანუ მისაღები დალაგებული გაქვს უკვე, ხო? ხო, მისაღები კი დალაგებულია მისაღები. კაი. კიდე რა არის დასაწყრიალებელი? დაანები, ეს ხო დალაგებული გაქვს, აქ დაანე. ხო, მაინც მოხვეტა ონისე. სულ ჭირდება სახს მოგვა და მოპრიალება, მოხვეტა, დალაგება. დავწვეთ მაშინ. მოდი. ონისე, რას აკეთებ? ადეთი დალაგებულია ბარემ უკვე. კარგი რა ონისე რა, ადეთი მეთქი ფეხზე გეუბნები. მე კი არა ვდგე შენ მოდი დაწექი. გამარჯობა. ველი ვარ და იცით რა ის გოგონა გეხოთ გაყევით რა. მთელი სამეზობლო გელოდებით. მოგზანდით, რატო არ მიყვები? მოიც თქვენ საიდან იცით მე რას ვინ რას თემა სამეზობლომ რას ქვია რა ვიცით კაცო გადავდეთ სერიალის ყურება და ყური მაქვს მოდებული გამეწელა და გეხოცები შეყევი რა გოგონა. მე გავედი და არ შემარცხინო. მე დავრა დღეში ჩამოვიდნენ თელმა სამეზობლომ იცის უკვე გულშემატკივროს მთელი კორპუსი. აი რა ხდება შვილო? რა ხდება რა? შვილო ახლა სხვა გამოსავალს ვერ. და აი თებშები მოგდა დასარეცხი მხოლოდ და მხოლოდ თებშები და მე ეხლა ეგ თებში და გაყევი ონისეს ძალიან ხო და მე დავრეცხავ არა ვითარ შემთხვევაში არ დავდებ ამ სადი შვილო დადე თებში და ბავშვს მიხედე რომელ ბავშვს არ მყავს შე მაგ თებში თუ არ დადებ შვილო არც გეყოლება ბავშვი და დადე და მე მივხედავ თქო მიდი ეხლა აი მე ძალიან გთხოვთ რა მინდა რომ ყველაფერი დავაწყრიალო აი რამდენიმე ჭურჭელი მაქვს გასარიცხი და დავრეცხავ და მორჩა ერე დარეცხე მე შემოდი ახლა ოღონდ არავითარ შემთხვევაში ონისე მე მინდა რომ სახლი მქონდეს სუფთა კონდეს სუფთა სახლი მაგრამ ხვალ რო შეგქონდეს ეგ სუფთა სახლი არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ყოველთვის უნდა იყოს სუფთა სახლი მე მინდა რომ სუფთა სახლში ვიცხოვრო მე რა ვქნა სუფთა სახლს ბინძური სექსი რომ ირჩევნია შე ბიჭა ხო არ უბერავ ცოტა ამას უყურე საწავი ეს ბინძური ქვაბიო გირთხა ერთი რა ამას უყურე ერთი დღეშია ბოდიში დავაგე მეთქი სახლს კი ერთხელ ბოდიში აღარ ვიზამ მისმენე შენ ხო მითხარი რომ ჭირში ზარხინში ზადვარ ერთად ვიყოთ ან ჩემთან ერთად კი ბატონო ის ხო არ გითქვამს რომ სარეს მანქანასთან ნიჟარასთან ცოცხთან კარგი რა შემოდი გეხვეწები ოთახში შემოდი და კაი ბევრს ლაპარაკო ფეხები აწიე ონისე დროზე აწიე ფეხები კარგად აწიე აი ბიჭო პირველი ღამე მაგ და ფეხები აწიეო მე მეუბნებიან თან აწეული მაქვს რა დამჭა რა არის დასალაგე დავწიო დაწიე შეგიძლია ონისე შვილო კიდია ხარ თქვენ რა ვქნა მე კი გავალ მაგრამ მარტო ხო არ გავალ შვილო მაგ ცოცხს დააქანდას დადე და შედი ოთახში არა ვერანაირად რა აი ჭურჭელი ხო დასარეცხი მაქვს არა შვილო დაანებე მაგ ჭურჭელს თავი დადე წარკი გამომართი მოკიდე შექმას ხელი და შედი მომეცი ეგ თებშები არა თებში უნდა გავრეცხო არა მე დავრეცხავ ხალ შვილო მომეცი ეს თებშები არა მე უნდა დავრეცხო თებშები მე უნდა დავრეცხო მომეცი ეს დედა შვილო მომეუბნები კადინებში ოთახში ხო შეიძლება კაცო გავიყალე უკვე რანერად დავიწინო შვილო ოთახში გამაგებინე რომ არ დახუნებ აი ამ თებშებს კიდე დაამტვრიე სულ დაამტვრიე და მე ჭურჭელი როა დასარეცხი შემოდი ოთახში შეყევი შვილო შეყევი მოდი არა მე მინდა რომ ჭურჭელი დავრეცხო დავაგო საქმე ოჯახში ვარ გაზრდილი არ მინდა ფეხებში მოკიდე ხელი არავითარი ფეხებში დროზე ზედმენი მე დავრეცხავ შვილო მე დავრეცხავ არ მინდა შვილო და რას გავს კამერის დასახი დასაწყრიალებელი დროზე შეხმა არ მოიყო შემოდი არ მინდა მე თვითონ მიდი მიხედა ღმერთო რა გინდოდა აი შვილო ეს ვიყოფილ აი ეგეც კიდე კაი საძინებელში შემიყვანეთ მივხვდი რომ იქაც დასალაგებელი ყოფილა ყველაფერი აბა აი ამ თეთრეულში მე ხო არ ჩავწებოდი წავალ ახლა გავიქცევი თეთრეულს გამოვთვლი გავრეცხავ თეთრეულს და მე მივხედავ ობობის ქსელებს წავედი დროზებში მაინც რა გავაკეთე ღარიბი ტელევიზიის რა საშინელი რეიტინგები მოვიდა ნახეთ რეიტინგები იყო სად არის
ამხელა დირექტორი, ამხელა ტელევიზიის დირექტორი კაცი თათხრზე უნდა აგვიანებდა. ხო, რა ვიცი, რა ნეტა ხელფასებზე რამეს გვეტყვის. აღარ შემიძლია. გამარჯობა. რო შემოვა დირექტორი, ფეხზე უნდა ადგეთ. ხელახა შემოვა. ვერ გასწავლეთ ეს. ხასიათზე იქნება თქო. გამარჯობა. საშინელი საცობები აღარ შემიძლია რა. მე ზიზღება სახელიდან გამოსვლა და დავიღალე რა, სანამ აქ მოვალ დავიღალე უკვე რა. აღარ შემიძლია რა. დამაგვიანდა. თათბილზე დამაგვიანდა. ანუ ხელფასებიც დააგვიანებს ბატონო დირექტორო, ხო? არ გამოურიცხავ. არ გამოურიცხავ რომ ხელფასებსაც დააგვიანეს. რა რეიტინგები მოვიდა, რა ჭანდა, რას მიკეთებთ? რას მიკეთებთ, რას? ხელფას რა შეგიხდით? გადაღება რატო არ იწყება თავის დროზე? რატო არ იწყებთ გადაღებას, რატო? ოპერატორი აგვიანებს. ოპერატორი აგვიანებს და ამის გამო არ იწყებთ გადაღებას, ბიჭო, გამაგიჯებთ თქვენ. ანუ ესე იგი რა ხარ ოპერატორმა დააგვიანა? ერთი კაცის გამო ამხელა ტელევიზია გადაღებას ვერ იწყებთ? ერთი ოპერატორი ყავს მარტო. საინფორმაციო პრესს ადგილია. რატო ვიწყებთ 4-ის 15 წუთზე რატო ვიწყებთ საინფორმაციოს მითხარით? ან დავიწყოთ 4-ზე, ან დავიწყოთ 5-ზე, ან 6-ზე. იცით ბატონო დირექტორო, საათის ელემენტები არის გამოსაცვლელი და ვერ ვამთხვევთ. რატო რო დაჭეჭყოთ არ შეიძლება? დაჭეჭყეთ ეს ელემენტები, დაჭეჭყეთ, რომ დაჭეჭყავთ გეუნები თქვენ ბიჭო, დაბალი რეიტინგები მოდის. რამდენჯერ ბატონო ვას. ქვეყანა რაღაცა გადასახად, იქ გაზი, იქ დენი, იქ ის, იქ დასვა, იქ ის. ბავშვის სკოლა. ბავშვის სკოლა. რა გამახსენ ეს დაბადების დღეა ამ თვეში. საშინელი მდგომარეობა გვაქვს რა, მე მგონი ხალხმა არც იცის რომ არსებობს საერთოდ. მე მგონი არ იციან საერთოდ. ახლა ეგრეც ვერ ვიტყვით. საშინელი მდგომარეობა გვაქვს, რეიტინგი არის 0. ერთადერთი გამოვარჩევესი რო არის, ღამის თოქ-შოუ რო არის. სახალხო ინტრიგანი გელა, ოჯახ. გელა, ოჯახ მოუშენ. 0.1% მოვიდა. 0-ად. ბრავო გელა. მადლობა, გაიხარეთ ბატონო დირექტორი. აი რაც შიშველმა დავიწყე გადაცემის წაყვანა, მაგის მერე გამოცოცხლდა ცოტა ეს თოქ-შოუ. ოჯახ, სხვათა შორის გელა, ერთ საიდუმლოს გეტყვი. დიახ. თუ გაივიდა, გამოივლი და სულ არ იჯდები გადაცემაში, უფრო მეტი რეიტინგიც მოვა. გავითვალისწინე მაგასაც დავხვეწავ ბატონო დირექტორი. დაუჯერე თანამშრომლებს. კი ბატონო. ახალი გადაცემები გჭირდება, წყალივით გჭირდება ახალი გადაცემები. კი. მე აქრისთვის ვარ. ვერსია გაქვთ? თქვი, მალე არ უნდა ის. უყურეთ? დილის ანწლი ცნობილ ადამიანთან ერთად. ხავა ხო გამიგიათ? დილის ხავა სირათ არის. დილის ჩაის გამიგია, ანწლი რატოა ვიცი? ზუსტად მაგაშია საქმე. არ სადარ გაკეთებულა ჯერ. ამერიკაშიც არ გაკეთებულა. ვინმე დამირეკა და მთხოვა რომ შენ სამსახურში ამეყარ თუ რა ანწლი. ბიჭო, რა ანწლი, რა მაყალი, რა ჟოლო, შენ ნორმალური თუ ყარ. მეგა პროექტი გჭირდება, ბიჭო, მეგა პროექტი გჭირდება. აუცილებლად გვინდა მეგა პროექტი. ვითვართ, მაგალითად იმეწე ნაკლები ჩვენ. არაფრით. ხო. ჩემყავენ ვარსკვლავები. დიდი ამბავი, ჩემყავენ ვარსკვლავები. ახალი მეგა შოუ მაქვს მოფიქრებული. აბა? პენტავენ ვარსკვლავები. პენტავენ ვარსკვლავები, აბა? ეგ რა პროექტია ბატონო? რა უნდა მოხდეს? წარმოიდგინე სცენარი. ბევრი მატყლი შემოგვაქვს და ეს ცნობილი ვარსკვლავები პენტავენ. პენტავენ სპეციალური ჯოხები და პენტავენ. პენტავენ ვარსკვლავები. კარგი. პროექტების მენეჯერი ქაბატონ თამარ თქვენ რა სიტყვით? დიახ, მე მაქვს ერთი პროექტის იდეა, ეხლა გაგაცნობთ. ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ. რამდენიმე ახალგაზრდა, სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდა შეუშვათ ერთ სახლში, სადაც იქნება სკანდალები, დაპირისპირება და აუცილებლად დაწერს რეიტინგს. ხო, მაგრამ ეგეთი უკვე არის? არის ეგეთი კაცო არის. რას ამბობთ? არის? არ ვიცოდი. მე ხო ტელევიზორს არ ვუყურებ. მე რა კაი შვები რა. მოკლედ მეგა შოუ გჭირდება უეჭველი რა. უეჭველი უნდა დავიწყოთ მეგა შოუ რა. დიახ, გჭირდება, მაგრამ მაგას გჭირდება ბევრი ფული. ხო და მაგარი რო გამოვა, მოიტანს დიდ ფულს. ხო, მაგრამ ბატონო დირექტორო, მაგარი რომ გამოვიდეს, სამისთვის საჭიროა ბევრი ფული. მოიცა კაცო, ავიბენი კაცო. მაგარი რო გამოვიდეს, ჯერ ბევრი ფული უნდა თუ, ჯერ ბევრი ფული უნდა მე მაგარი რო გამოვიდეს. ავირი ეხლა რაღაცა მაბრებ ეხლა შენ თამარ. უყურე, ჯერ მაგარი რო გამოვიდეს. ჯერ ბევრი ფული უნდა თუ ჯერ ბევრი ფული უნდა რომ მე მაგარი გამოვიდეს. ქათმის და კვერცხის პონტია რა. ზუსტად. ხო, ბატონო დირექტორი, ისე ცოტა კი მერიდება და რაღაცნაირი საკითხი. მალე არ ცალია. რომ აი ხელფასები ჩვენი. სულ ბიჭო
რომ გაჩუმდი რამდენჯერ უნდა გითხრა ბიჭო მოახსენე მაგ ფრაზას მოახსენე არიცი ამ ტელევიზიაში გამოკრული მაგ დაცვასთან ხელფასი ბომბი და ტერაქტი გადახაზული არ უნდა ახსენო ეს ამბავი კარგით გასაგებია ბიჭო რა ვერ გაიგე რა გასაგებია არა გასაგებია მაშინ დანაზღაურებაზე რა ისმის ბატონო დირექტორო ანაზღაურება იქნება ორ კვირაში აპრილის კი აპრილის იქნება კი აპრილის 16% იქნება 16% დაგირიცხავ რომელი წლის 2019-ის 2019 რა რაგისტრო რეკაცო კი აი ეს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს სპონსორები ფაქტიურად არ გვყავს რატო არ ყავს არ ვიცი ამ ხმა ტელევიზია სპონსორები რატო არ მოდიან ჩვენთან დამარ რატო არ მოდიან ბატონო დირექტორო ზედმეტად დაბალი ტარიფიც კი გვაქვს მაგრამ მაინც არ მოაქვთ რეკლამა გამაგიჟებთ რატო არ დათუნა რო არ ტიკტოკერი იმას ყავს ხუთი სპონსორი და ჩვენ რა დავაშავეთ ვერ გამი არ უნდა ყავდეს სპონსორი გამი შეუსამყარი სად არის დაუძახო დაუძახე შემოეტრეს ერთი მოდი გეძახის მოდი იუმორისტი ეს მიყვარს ეს ენერგიულად შეხარ ბიჭო გამიშოუწამყვანი ხო ხედავ იმდენად არ აგაგ რეიტინგი რომ ვერ გწნობ გამიშოუწამყვანი რო ხარ ვინ ჯანდაბა ხარ საერთოდ რა არის რა ვინ ახარ სოსო სითათაშვილი გაგვარი ხარ ბიჭო სითათაშვილი ღამის შოუ სოსო სითათაშვილთან ერთად ღამის შოუ სოთო თითათაშვილთან ერთად და მე მიგვირს რატომ არ ყავს სპონსორი რა ქნა ასე დამარქვეს რა ღამის შოუს წამყვანი ხარ ბიჭო ღამის შოუს წამყვანი ხარ და ეხლა რატო არ მუშაობ სადა ხარ რატო არ მუშაობ ეხლა დღეა და დღე არის რა ღამე ვასკო დღე არის რა ღამის შოუს წამყვანი უნდა იმუშაოს ღამე დღე რატო უნდა იმუშაოს ღამის შოუს წამყვანი იმიტომ ხარ 50 ღამის შოუში 51 ადგილზე შეუბედურო ჩემი პრობლემა საერთოდ ეგ არის ხალხის პრობლემა იმიტომ რომ ეს ხალხის ინტელექტუალური იუმორი საერთოდ აღარ მოწონს უყურებენ ეგ ვანოს შოუებს უყურებენ შვილდაძის შოუებს უყურებენ და ეს პაატაგულიაშვილი კიდე მართლა კაი საკეთებს და რანაირად მოუგვერდა ბიჭო რატომ არის შენი ღამის შოუ ესეთი უბედური მითხარი რა შენი პირიდან მინდა რომ გავიგო ბიჭო რა გადაიგე სტუდია არ მაქვს სტუდია ჩემ რაია შავი ფარდა მიკიდია მარტო და ყველას გონია რომ გლო ბიჭო რა გადაიგე ბიჭო შენ კი რა ნაცები კოცები თენ ყველა ღამის შოუ გადაობს ამაზე რატო აიჩი ეს სოციალ ქრისტიანები ვინ ჯანდაბები არიან საიდან მოიტანა რა პარტია სად მოწებული სად დაგუგლები მოვიგონე გამოვიგონე იმიტომ რომ ეს ნაციონალები და ოცნება უკვე ბანალური არის და აღარ ეცინება მაგაზე ხალხს ასე მგონი და საერთოდ ჩემი პრობლემა კი არ არის ეგ არის სტუმრების პრობლემა სანამ 50-ვე ღამის შოუს მოივლიან აღარ აქვს ეს მოსაყოლი ისტორიები და წინა გადაცემაში მე და დათოლი კლიკაძე ჩუმად ვიჯექით 20 წუთი მაგის ბერდა ვითომ ხო კი მაგი არ ქონა დუბაიდან იყო ახალი ჩამოსული და გამოლეული ქონდა უკვე ისტორიები რა ჩვენი არხის პიანი ასე სატრაქშია ჩვენი არხის პიანი რასაკეთებს საერთოდ არ ვიცი ყველაფერს ვაკეთებ მე შეხა შენ კაი ბიჭი ხარ გასაჩეში ჩვენს ფათაშოვის ღამეებს ვაკეთებ და იდეებზე ვფიქრობ და რაღაცაზე გავალ ცოტა ხანში არა გითხრათ შემოგთავაზოთ კარგი იდეა გამოუში მიდი ჩვენ გვჭირდება ვანო ჯავახიშვილი რომ გადმოვიყვანოთ ჩვენ არხზე მე მებზი თუ რა არის არა სიტატაჩვილი შენ რა ვინ არ გებძს ეხლა მომხედე ანუ შენ ესე იგი რა თქვი ერთი წუთი მაცადე რა თქვი შენ ესე იგი ვანო ჯავახიშვილი პიარისთვის ხო ტელევიზიაში რო გადმოვიყვანოთ ვანო ჯავახიშვილი ესე იგი პრინციპში რა ეხა ვანო ჯავახიშვილი რა ვიცი ყველა ტელევიზია მოვლილია გვიტომ და ჩვენ რატო არ გადმოვა რა პრობლემა თან შევთავაზოთ რა უნდა შევთავაზოთ რომ უთხრათ რომ ჩვენი ტელევიზია მდებარეობს თავარი ოფისი ჰედ ოფისი არის სანზონაში რა გადმოვა ნაცვლუხში დადის ყოველდღე იზუბედური დატანჯულია თელიგზა რა თან ფულები ჩვენთან უფრო ხარისხიანია კი აბარა მარტო ბენდი რო გადმოვიყვანოთ მაინც ერთი წუთი შეთანხმებული გაჩვენდი შენ მესიჯი მომივიდა რა მესიჯია რაღაც კაი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მომივიდა მეგობრებო ინვესტორები შეხვედრა გვეშველა მაგარი ტელევიზია შეხვედრა აი მე რას ესე იგი ჩემო მეგობრებო რა ხდება ამ შეხვედრას თუ კარგად ჩაიარა ყველაფერი ხემა კარგად თავარი არ გამიცივდეს და დროზე მივიდე შეხვედრაზე ანუ გადარჩება ტელევიზია ბატონო დირექტორო აი ხალხო გვერდისა ტელევიზია გადარჩება და ჩემი ფაქტიურად ღმერთო მადლობა
როგორც იქნა ღირსა დეკორაცია სოსოსის სათავშის, ამაზე სპონსორს მივაკრავ. ეგ არის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.